გაუმარჯოს. წუხელ, არა, გუში 90-იანები გქონდა ჩვენ. კი. 90-იანები იყო გუში. აკიყავით? ალ ქვერ დავდები ხლა. სოს. რა გადმოყარი? გასაფენცი მქონდა. ეხლა უნდა ჩამერთა. კი არა და მეწყო საქმე რა. მაღლა ოთახების. და ვაიმე. გავიჭედი. ხო და მე რომ მივყვები, მე კიდევაც ვერ მოვიცლი და დიდჯობია ჩავწეროთ ვიდეო, რადგან ეს გველოდება მე. თქვენ რა მემედოდება. აი, რა მინდოდა. ყველა ვარიანტი უნდა სახეზე და ხელებზე წავისვა კრემი, იმიტომ რომ მგონია რომ აი დიდი ნაპრალები მაქვს, მეთქი ისეთი სიმშრალი შეგრძნება მაქვს. დილა არის მშვენიერი. ეთყობა კიდეც რავი განათებაზე თუ ეთყობა არ ვიცი. და იცი მიკაბრუნოთ ზეზე. შემოდის მშვენივრად. დავახარისხე საწოლზე ვიცი რა არის ტანსაცმელი დაუთოების დროს რო ესა. მე ადვილად ვალაგებ ხოლმე რა და ეგერო ვალაგებ ლაშოსი იოანესი ესეზედიზე სხვადასხვა ადამიანისას მე ძალიან მეზარება ხოლმე სინამდვილეობით ხო ჯერ დაწყვილება და მე კიდე შევინავებ ხო და დილას სანამ დაბლა ისევ ციოდა საკმაოდ და სანამ ეზოში დავიწყებდი საქმეს ამ კუხნაში ეგენი რაღაცები გავაკეთე რა და ეხა ეს და გარეთ მთელი სარეცხი მელოდება ოღონ მოდი შემოდი და აიღე შენგან ისა სილარი რა არ დაკარგო გესმის და მიეცი ეს დედამ გამომატანა თქო 100 ოღონდ მიხვალ თუ არა მიეცი რა ამოდენა ხან ტყუილო ვილაპარაკე 100 ლარი აიღე და წადი თქო ხო მიდი და უთხარი ეს არის ასტუმროს ფული იცი თვითონ წადი კარები ისა ღია და ტორო ძაღლი არ გაიპაროს 10 აკლია არ ირბინოთ მოასწრებ კი არა და მიასწრებ ეს ის შემთხვევა დღეს მანიკურების გამეცალა რა თქმა უნდა კი რომ დღეს ფრჩხილებს არ დავიკრავ ანუ ჩემი საკუთარი ფრჩხილები წავა რესტორანში დღეს მივდივარ რესტორან მადლიანში რა თმიდივარ მე გეტყვით კი უკვე იცის ადრესატმა მაგრამ მაინც ეს აქ იყოს. დახვედი? დადი. ეხლა მინდა რომ აქ მივალაგო ცოტა ისეთი რაღაცები, რაც არ მჭირდება და ესე მიყრია რა. წინაზე ხო დავალაგე და ახალი დალაგებული მაქვს, მაგრამ მაინც. ანუ ამაში მინდა რომ ჩავალაგო. თვალები რამდენი ხანი არ გამიკეთებია რომ იცოდეთ. კაი ხანია. ეს იგი მინდა პატარა აუ ეს აქ ჩავარდება საერთოდ და მე რომ ვიწყვალო ამოღება რა მე ჯერ ჩავარდი გუშინ ხალხნო შუქი ჩაქრა ეს რა მისვია მაიონეზი ხარ შუქი ჩაქრა დილის 11-12-ის ნახევრის დაახლოებით და მოვიდა 8-ზე ღამე საღამოს ანუ თავი ჩაულევ მეგონა რომ და სანთლის შუქზე გიტარას უკრავდა იოანე ხო და ზოგი სადვისხეთ ზოგისად რა მეგონა რომ შევარდნაძეც ჩვენთან ერთად იყო ეგ სიტუაცია ეს ორი მქონია ეს ის არის ტონალოს ვისმა ხოლმე ამით აი ზუსტად ვიცი ხა უნდა ჩაცვიდეთ და მე ამაზე ვაკე
ნუ ხა ყველას უჩავდებ, შეიძლება აღარ ჩაცვიდოს, აბა დაიცადე. რამდენად ავიტან ამას ზედაპირზე არ ვიცი ოღონდ. იმიტომ რომ მე ხო ზოგადად არ მიყვარს. დიდად აღჩვენებ. ზოგადად მე ხო არ მიყვარს ზედაპირზე რაღაცის დადება რა და ისე გამოვიდა რომ ბევრი რაღაც მიდევს უკვე მე თვითონ რომ დავალაგე და ვატყობ რომ ვერ ვგუობ და მე მგონი ალაგების დრო მომივიდა. ეს პატარა ფანქარია და უეჭველი ჩავარდება და მე უნდა თითები ვითხოვო ამაღებაზე. ამიტომ იყოს. აუ აი ესეთი ლაინერი აქვს ნინოს იქ. ოღონდ იყიდა სამუშაოდ რა რაღაცეების და ის კარგად ხატავს. აი ეს ხელზე დავიხატე და წყალმა არ გააცალა. არა და ზუსტად ეგეთია ისეც და რატო არა სპირტი რო ჩავასხამ. აი კიდე ტუჩის ფანქარი და პატარა ესა ფუნჯი. ფანქრები ერთად ჩავდო. ხო და შუქი რო არ იყო გუშინ ხო დალაგების დღე მქონდა და ფიზიკურად სანამ საჭმელი გავაკეთე და რაღაცა ვერ ტვერსასუტით ვერ გამოვასუფთავე. მე ვიფიქრე რომ კაი თქო დაველოდები მეთქი შუქს. ნინოს ბეჭედი. ოღონდ ნინო და ისეთი ბეჭედები თორ არ ვიცი რა შემოვიდა და მე რატომ აქ ეგეც არ ვიცი. ხო და ესა ვერ დავალაგე რა ტვერსასუტით, მაგრამ რო დავფიქრდი 8 საათზე შუქი რომ მოვიდეს, რომ დაბნელდება და რაღაც ნერვი გექნება და რაღაც არაფერი მეთქი, ჩემ თავს უთხარი და ისევ ცოცხი შემოვიტანე. რაღაცები ცოცხი ჩამოვასუფთავე და გამოვგავე რა. ხო და მე მართალი ვიტყოდ დამეძრა გამოწმინდ. ამიტომ დღეს გამოწმინდოთ. ოღონდ ისე უნდა მოიყოთ, რომ სადღაც 6 საათზე უკვე უნდა ვიყო მზად. ანუ ის რო 6-8 აკლია და მაშინ დავიწყო გამზადება, იგი არ მინდა გავაკეთო. ხო და მინდა ეგ რო იყოს. აი მას არასოდეს არ მიხმარი, რატო ვიყიდე. ეხლა მოდი გადავყრი ისეთ რაღაცებს, რაც არ მიხმარია და არც ვხმარობ. რაც სახში ვარ, თმას რო დავიბან, ანუ არ დეცეს რო ესე უნდა, ვიცი? ანუ არის მიქნია თმა, დავივარცხნია. მოკლედ, ეს არის ტყუილი სიტუაცია და წლები უნდა მედოს ესე. ამიტომ გადავყაროთ. რაც არ გვინდა გადავყაროთ. ეს გავიკეთოთ სანამ ნერვოზით გაგურთულებია ასე. ეს რა არის გოგო აქანი? ეს არის კლიბი რომელსაც არ ხმარობ, იმიტომ რომ მსგავსი მაქვს უკვე გახსნა. ყველაზე და რაც მეზარება არის აიმეების გათლა. ყველა მაგ გასათვლი აბსოლუტურად ყველა. ეს ესე მყავს. ხო? ფერი გამოჩნდეს. ეს არის ტონალური და ჩემთვის იყო ძალიან მუქი. აი ეს არ ვიცი რა არის. ზიამაჩუკა ეს და არ ვიცი რა. გადავთარგმნოთ. ეხლა მაგ გული დამშვიდებული რაღაცნაირად, რო ვიცი, რომ გუშინ ცოცხი დავალაგე. ყველა ვარიანტში მტვერსასუთ ჩავთავ ეხლა, მაგრამ თან იმას ვიზავ ფილტრს გავწმინდავ, რომ გემრიელად აიღოს რა და უფრო ორმაგად დალაგებულად იქნება. მარტო უნდა გამოვასუფთავ ხალხო. ესა, ტილოთი. აბა გადათარგმნე რა არის ეს. სრული დაბერების საწინააღმდეგო მკურნალობა, ხელის მოვლა. ხელის აყოფილი ხალხო. მოდი ცოტას ვიხმარ და მე რომ დავიბარ კიდე ვიხმარ ცოტას. ხო? ეგე ჯობია. აბა ნახოთ რამდენად გამაახალგაზრდა ეს. კიდე კაი წავიკითხე თორე სახეს წავისწრებ. ხო იცი ჩემი სიტუაცია ხო იცით. მოიცი რას ვიზავ.
ხო? აბა ცოტა გამოვადინოთ. ეს მე უნდა ხოლმე ჩამოვიბანო ნეტა. თუნდა დავიბანო, მაგრამ ეს არის. ხალის კრები ხო წავიხახრო. რა უნდა დავიბანო? ისედაც ერთი ბეწოყა მაქვს, მაგას არ ჩამოვიბან ის კი არა რომ. მქონდეს. ეკონომიურად ავხმარობ ისედაც. აბა, გადათარგმნე. შესაძლოა აცილებს მუქი ლაქების წარმოცხელს უშლის მათ წარმოქმნას, ასწორებს წვრილ ნაოჭებს, ავსებს, ამკურებს კანს. ნაზად შეიზილეთ გამჭვირვალე ხავერდოვანი ეფექტისთვის ძლიერი კანის მოცულობა სრული დაბერების ხა ეცეთ ინგრედიენტ წყალი რაღაცა მოკლედ არ დაიბანოთ რა ცოტაც აჰა ეხლა ეს სადმე საჩილება ისე დავდო რომ აი აქ ჩავალ კონციალე ნაზად შეიზილეთო ისე კი არა შე რომ იციო თან ეგეც მიაყოლეს აი ხარამდენად სინაზია ეს ამან დიდი ხან ხოლმე ვიფოცუნო კაისუნი აქ აი მე დამეწვა ხელები იმიტომ რომ დამსკდარი მაქვს ხო არა ვატყობ რა რო აქ ბევრი რაღაცა მაქვს რაც ტყუილად ჩავალაგე მაშინ მაგალითად ლორეალის აი ეს რაღაცა მუქი ლურჯი ჭრდილი რომელსაც შანსი არ არის რომ გამოვიყენო არ არსებობს თან ჭრიალებს ანუ შავი ეფექტი აქვს თან დედა TikTok-ზე რომ ნახულობ ხოლმე როგორ ადვილად იკეთებენ თუნდაც ამ ზოლს თან ორივე თვალი გახელილი აქვთ არც კანს არ ჭიმავენ არც არაფერი როგორ ადვილად აკეთებენ ამ ლაინერის ზოლს გიჟდები ეს საწავიდა ისი ადვილად იტყვი რა ამას რა უნდა რა უნდა ქალო დაღლილი ვარ ხოლმე დადიოდი რა არ არის ეს შენი რა თან ადვილად ეცლება აშკარად არ გვინდა ესეც არის ასტორის რანცხა ეს უბრალოდ ბზინვალებას აძლევს სხვა არაფერი განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს ამას მადონჩიკას მივცემ თუ ენდომება ცხვირი მებხარა ამას ოქროს ფერი ეს კაი ფერებია ეს მომწონს ეს ფერები ოღონდ რა არის ეს რამდენჯერ უნდა ვნახო თქვენთან ერთად და სულ მოვიწყდება როგორ ჩდება კანზე და რა ვიცი ზოგადად არა ნახე რა კაი ფერსი მაშვება რა ანუ რაღაცა ნაცრისფერი აბა მეორე მატოვია კაია და მესამე არის ოქროსფერი ერთამდენად ჩანს აი ეს ოქროსფერი საერთოდ არ ჩანს აი საკეთზე აი ჭორიალებს ნინო წავიდა ცეკვას დღეს ამათაც აქვთ ცეკვა ესენი რო ცეკვას წავლენ მე იქ წავალ რესტორანში მადლიანში. სხვათა შორის მადლიანში რესტორანში აი ესე პირველად მივდივარ. იმიტომ რომ როცა ეს საკეთით მივდივართ ხოლმე, მივდივართ სულ მაგნოლიაში ძირითადად რა. ხო და ერთხელ ხო ვიყავით გახსოვს ჭიქარო ისავქენი მოვიპარე, როში გავახილეთ ვიპარავთო და რომ ნება მოგცეს. ხო, ეგ ხო ისავქენი. მაშინ ვიყავით, მაშინ ხსა როგორც საკეიფო და რაღაცა მუსიკა არ ვიყავით მასე. ანუ ეგ სიტუაცია არ ვიცი რა ხდება მაგნოლიაში. ამიტომ დღეს იქიდან რომ მოვალ არა მგონია მაგის თავი და შესაძლებლობა მქონდეს, მაგრამ აუცილებლად მოგიყვებით მოკლედ სიტუაციას, იგივე რანაირად, იგივე შთაბეჭდილებებით, როგორც შთაბეჭდილებითაც მოველი, ისა ჯვარი წერია და სწერიათ რაგნარიდან. ხომას ვიყენებ ხოლმე, იმიტომ რაღაცა თვალის ჭრდილისთვის მომწონს ხოლმე. ხო და რა ვიცი, ნახოთ ერთი სიტყვით რა. რას ვიცმე? არ ვიცი. საერთოდ არ ვიცი. არ ვიცი კი არა, აზრზე არ ვარ რას ვიცი.
ესე უნდა მივალაგო რა, აი, აშკარად ისი არ იყო მილაგებული, როგორც მე მინდოდა და იმდენად დისკომფორტს იწვევდა უკვე ჩემში ეს ყველაფერი რომ რა იყოს. მე იცი რა არ მიყვარს. აი ხა რომ ვიცი რომ რაღაცა არ ვიხმარ და იმას ვინახავ. აი ეს ფორიაქობის მიზეზს მაძლევს. არ ვიცი ხა რამდენად გაიგეთ რაც მე ვთქვი, მაგრამ პომადა მქონია. მაგრამ ისა რატო ვინახავ ხოლმე? ხო შეიძლება რომ თავიდანვე არ შევინახო და გადავაგდო რა. აი ხა მაგალითად ესენი მე არ მინდა. ესენი არის იმას ვინც აკეთებს. ხო და ვისაც ენდობება იმას მიცე მე. ეს არის ტუჩის არბილებს ძალიან მაგრად მე არ ხმარობ ხოლმე, ძირითადად ბავშვებს ვახმარ ხოლმე ამას. უფერულია და მართლა კაი რაღაცა არის, აი რომ რო უსკრებათ მithumetes ზამთარში, იმედია ისა რამდენიმე ხანია რაც მოქვს და ფრანგული ყოფილა და იმიტომაცაა კაი. ანუ გამოშვების ის არ ვიცი. აი. არა. კოდია წერია. მოკლედ ნახავ მე რომ ბავშვებზე ვხმარობ მაინც და არ იყოს. და ეს არის ტონალური. აუ ესეთი ძალიან მაგრად მინდა და სად შეიძლება რომ ვიყიდო? ხშირად არ ვხმარობ, მაგრამ ის ნაუცბად კაია რა. ეს რა იყო? აუ ეს რა არის? ხელი? არა და ხო ვიცი რაც არის, წინათ ხო გავხსენი. ტანის ლოსიონი ყოფილა. ძალიან კარგი. ჩვენ ისინი გვეკალდა. არახი რა, ძალიან მაგარი ტევადი არის, ოღონდ მართლა. აღარ დავიწყებ აქეთ იგი ბოდიალს. ანუ აქ არის პომადები და ეგეთი რამეები, აქ არის ფუნჯები და გრძელი ფანქრები. არა არის. ნოლორი? ხმარო არ გამიგია? არ მაქვს დასარეკი ნოლორზე. ზარი გაუშვა გადმორეკავს. ეს ესე უნდა იყოს ეს ტონალურია. ესეც ხო იცით როგორი მაგარი ვარ ამაში. არა, ამას ეს უფრო დავამხეცე ვიდრე ის. ფანქარი კი არა და ლაინერი. აი ქრომედება ეგ არის. ვიცა? აქეთაც ავიბრიხო. ცალზე ხوار მექნება აპრეხილი მარტო. ამასაც რატო არ ხმარობ იცი? ძალიან ხშირად ვიცი მე თვალის ესე მოკავება და ხო და ისა. მოდი ამას თავჩავდე. ხო და წარმოიდგინეთ ხა იქ ხელს რო აი ესე თვალს რო მოიბრუნებ რა დღე დაადგება თვალს. აი ეს არა, მომწონს. ოღონდ მარტო ეს თუ იდება აქ. ეხლა ის რაღაცებს ჩავაკონცენტრირებ იქ რაც ამასაც ხო ხმარობ ხოლმე. ამას კარგად გავწმენდა მე ეს არის. რომელიღაცა ის იყო ეტყობა ამოპნეული ჩრდილი თვალის. ესე. აქ მაგ ჩხილები ხალხლობ, ჩხილები, აი ეს მომწონს ძალიან მაგრად აი. ოღონდ ფორმა აქ ისეთი რომ მე ვერ ხმარობ. მაგრამ რა, ხაზე მომწონს ეს ფორმა, მე ვერ ხმარობ. ეს არის წვეტიანი ჩხილები და მე მიყვარს აი ესე ოთხკუთხედად რომ აქ აი აქ უფრო მეტყობა, იმიტომ რომ იქ მანიკური მაგაცლი. ხო და ხელზე ძალიან ლამაზია, ნახეთ. მაგრამ რაღაცა მე ვერ ვგუობ ამ ფორმას. არა ულამაზესი არის.
ესენია მაგარი ხარისხიანები და ის იმაში რომ ეკეთა ქორწილში რომ ეკეთა ძალიან ბანძები იყო. აი შავებიც კარგებია. აი ესენი არის ბანძებთან ერთად ჩამოსული და ესენიც მე მგონი რომ ძალიან ანუ ხარისხი გააფუჭა თერმო აშკარად და ანუ ეხლა ეს მოიდრიკება ნახეთ და რაღაცნაირია. უხეშია. არის რა უკვე ფეხის ცერათით ისაა. ნომერია წერია აქ პირველიო. ესე იგი პირველი ეს არის. აი ეს არის პირველი. ეს 0 ის უფრო დიდი ყოფილა. ნუ მოკლედ. ესენი კარგი იყო, როდესაც არ ქონდა ფრჩხილები. მე ხა ნამდვილად არ მინდა. აღარ ითხოვს ჩემი ფრჩხილები იმ საჭიროებას, რომ მეკეთოს. მე შევკიდე უნდა მივცე კატოს. აი ესენია, ესენი როდის ვიყიდე. ესე თებურასებია. კი, ოღონდ ეს არასდროს არ კეთებია. მსგავსები მაქვს ერთი წყვილი და ის მეკეთა ხოლმე და ისეთი კარგები იყო, ეს ნახოთ. 32-ით იწყება ნომერი. სახლის ტელეფონის ნომერია. აბა მითხარი რა ნომერი მითხარი? ორიანებია? ბევრი. არ დაურეკო, ჯერ მითხარი რა ნომერია? 32-205. ის არის, ბანკი არის, არ დარეკო. შეთავაზებები რო აქვთ ხოლმე ეგარი. ეს წებოები. აი ესენი არის, რომელიც მართლა მაგრად ვიხმარე და ერთხელ ესენი გავიკეთე და ჩავედი და ბაკი გავხეხე. არა მაგისთვის არ გამიკეთებია, მაგრამ ეგე მომიწია. აი ძალიან მყარია საერთოდ არის დრიკება. აი საერთოდ და რა სამყა მან იმდენი ქორწილი გამოიარა, რომ ოღონდ მართლა ეს ამისისა. აი ეს არის ჩემი ფრჩხილის ფორმები. ესეთები მომწონს. მას კიდევაც გამოვიდა. ბარბარია ეს გინდა? ეს იყოს, ეს არა ეს. მოდი, აჰა ეს აბა. კლიბები როა ესენი. რომელიმე შენ გოგოს ხوار უნდა ანელენეს ანიმას. წამოშვი წავხარ. ხო, ანუ ხთან ისინია კარგები არის და წაუ. ტყუილა მიდევს და ტყუილა რომ მიდევ ხოლმე მე ვაგდებ მე. აჰა, და ჩვენი დაცარიელ და ანუ აქეთ იმაში. აი ესენი მიდევს, აი. აქ და აქეთ ისში, ანუ ესეთი რაღაცები ჩავდე, რომ აქეთ ჩავდებ სათვალეებს, მაგალითად. ესეც არ იყოს. აი, ჩხილები კიდე. წვანი. და შესამაგრები. ეხლა ძალიან ერთი ძალიან ცუდი ჩვევა მაქვს. აი მაგალითად საჭირო ვარ ხოლმე რა. რომ ვიცი რომ არსად არ უნდა წავიდე და ვიბანავებ რაღაცა. თმას არ ვივარცხ. მე ეგავე ვიკრავ. მე ჩანს კი არა და ეგრია ხოლმე. მაქვს ყირთამალა. თუ დავამაგრე. ხო და ერთი დღეს რო გავიდეს ხოლმე და მე თუ ესე რაღაცნაირად არ შევიკარი უხეშად. სულ მაქვს 100. არა და თავისუფლად შეიძლება რომ დაიბან ადამიანი ადამიანურად დაივარცხნო და კონდეს. რომ შეიკრა მე კარგად გაკ. მე კიდე ტყიურივით დავდიო. ხო ეგრეა. რაც შეეხება ჩემს უნამოებს, უნამოები არ მაქვს. მქონდა რა თქმა უნდა ნაჩუქარიც და ისინიც და პიტარებიც უნდა მქონდეს სადღაც აი აქ ყლია. აი ჩემი მგელი ლაინერი არის ჩავდეთ. ხო, ოღონდ არ ვიყენებ, ეს არის ჟადორი. აუ ჩაუწიეთ, ორე დამიბლოკავენ ისმის ხმა. აი ესეც მაქვს. ეს ორი ფლეიმისა არის.
ხო და მქონდა კიდე ნაჩუქარი საკმაოდ კარგი ბრენდის ისინი რა. ხარ შემიძლია ვერ დავისხო მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მსუბუქია. ეს Oriflame-ისა. ხო, Oriflame-ისა აქვს ეს მრგვალი ლოგო. თუ Faberlic, ეს რომლისა არის ეს ლოგო. ეს Oriflame-ისა. ხო და გავაჩუქე რა, იმიტომ რომ ჩემთვის იყო მძაფრები. ჩემთვის მძაფრი სუნამო არის სიკვდილის ტოლფასი. გადამეტების გარეშე. ეს არ ვიცი ხა რომ გავასხა შეიძლება მე გავასხა. მადამბლავებს ეს სუნამოები. აი ესე მივწევ ამას. აბა ძნელი იყო რომ ადამიანურად დაალაგოთ ყველაფერი, არ იყო ძნელი საერთოდ, არ იყო ძნელი. ამას გადავყრი. ესენი აქამდე დავდოთ. და ჭვიმაქ რომ აი ეს ქვები რაც დავალაგე. არა, ქვები იყოს, ქვები მომწონს. ნახეთ, აი ამაზე ვამბობ, აი ეს ქვები მომწონს, ესე იყოს. ყვავილი და ქვები. ხო და აქ მაქვს ეს. და ეს. ხო და ეს ახლა ის ხელისის ჩავდე, რომ არ დამეყვაროს, არ დამექცეს. მას გადავაგდებ ეს ვახსოვ. აი ესე გამოიყურება ჩემი უჯრა. ხო და ეს ხო რა ვიღო თქო რა. არა ეს იქ უნდა წავიღო. აი მაგალითად ეს ყვავილიც მინდა აქედან ავიღო აქ თითქოს დამეჩაგრება რა, ეგეთი შთაბეჭდილება რჩება. აქ ეს ყვავილი და გავიტანო ისევ იქით ხარეს ან თუნდაც იქ დავდგა, იმიტომ რომ აქ სინათლე ფიზიკურად არ მოსდის ყვავილს. ხო და აი ესეც უნდა ავიღო. არ ვიცი ხა ეს არ დამეპნეს. აი ესე უკვე ნორმალური ნუ ეხა ტელეფონი და ესენც რო არიდოს რა. აი ესე ნორმალური სიტუაცია იქნება. ხო ეს ბუ არ ვიცი, ბუ და ქათამი ჯერჯერობით იყოს თავის ადგილზე. ასე. ნუ ეგენი ხელს აღარ მიშლიან, ესენი უნდა ავიღო და ესენი და რავი, შვენივრად გამოვიყურება. უბრალოდ ეხლა ესად უნდა წავიღო. აქაც არ მინდა რომ ესე ძალიან გადავტვირთო, მაგრამ იყოს აქ ჯერჯერობით. თქვენთან ერთად დავალაგე უჯრა. ეხლა წავედი. შესაძლოა დავუცლი მტრების იმას, ჭიქას თუ რაღაცას და შემოვიქროლებ და წყალი უკვე ამოტანილი მაქვს რომ გამოვწმინდო და იმით უნდა გადავწმინდო მტრები. აი მაგ ყველაფრის მერე დავაუთოებ, დავიწყებ და ეხლა არის პირველ ის 15 წუთი, სადღაც ეს ყველაფერი პირველზე მორჩე და სადღაც 2 საათი ვაუთოვო. თან მე მგონი ეშერეფის სიზმრის ახალი სერია გამოვიდა, რომელიც არ იყო ჯერ თურქეთშიც კი გამოსული. მე მგონი გაახმოვანის ქართველებმაც და თან მაგას ვუყურებ და სადღაც 3-4-ის კე უფრო დავიწყებ გამზადებას. არ ვიცი რას ვიცმევ, საერთოდ არ ვიცი რას ვიცმევ, არც მდარდობ, რატომღაც მგონი ხო კალგოტკა რა მაგ კალგოტკა ჩემი ტკივილია. კალგოტკა არის ჩემი ტკივილი, ოღონდ მართლა. ვიყიდი. ანუ ჯერ ხო სათითაოდ ვყიდულობ. ხო შეიძლება მარაგში გქონდეს, არა. სათითაოდ ვყიდულობ. და თუ ჩქარობ ხო არ არსებობს რო არ გაგეხეს. რა ფასიანიც არ უნდა იყიდო, არანაირად გავხევ. აწევის დროს ვიცი, აი ესე მოჭირა და ხო, კალგოტკას მოვაგვარებ ლელასთან არაუშავ. არა პრობლემა. ეგ მოგვარებადია. ხო და ჩასაცმელს ვფიქრობ, რომ ჩავიცვა შავი კაბა. ოღონდ არც ის არ მახსოვს, რამდენად კარგად მაქვს სიგრძეშიც, ან სიგანეშიც. ხო და ნახოთ რა. რამე შავიც მე ვერ ციტყვი. თავად იქ კაი დრო გავატარო, კაი ხალხთან ერთად.
მეორე ვიდეოში მოგიყვებით რა როგორ და რანაირად და სად მივდივარ. ეხლა წავედი. აბა ჰე, დროებით. კაი დღე ყველას.